ამ რესტორანში ჩვენ ადრე ღვეზელები ვიყიდეთ და ძალიან მოგვეწონა და ეხაც გავაჩერეთ რომ სანამ ჩავალთ დანიშნულების ადგილამდე მოგშვიდება და ღვეზელებით წავიხემსებით. მოხი გადაგდებული ის გახარება რომელიც შობესა და შვილს შორის ხდება ვისთვის მეტნაკლებად აუგებარია მე რასაც ხედავ გახარებულები არიან სიკეთით არიან ახლა და სულ უნდა თქვა ჩემი ვაჟა პოსტები არის და დასტურია იმისა რომ ეს ვოიაჟები ეს ლავაკუთხეებში ექსკურსიები არის ყველაფერი იმის რომ მამასა და შვილს შორის ბევრი და ბევრი კონტაქტი იყოს და ღმერთმა არ მოშალოს ეს და მე ჩემ ვაჟას ვუსურებ რომ თავის შვილებით ყოველწლიერი იყოს გაიხარე გაგილოცა იცოცხლე არის შვილებს და კიდე ერთი უნდა იყოს აქ პროსტა ვერ მოახერხა. ხო ვიცი და ვერ მოახერხა. გაიხარე იცოცხლე. ლაუფლების იმაში რა უჭებული მეკრა რაც არის ცოტა ხანი მასა გაიხარე ამილად რა მე ვაჟას ოჯახს ძალიან დიდი ხანი არის 82 წლიდან ვისწორ და ყოველთვის ვიყავი მაშინაც რომ ვიცი აი საქმეში ხალხია და აი შესაყვარებლადაც ადამიანები არიან. გაიხარე არასოდეს არაფერს არ იმას იზამენ რომ რაღაცა ახდეციო და რაღაცა იმას ხდება. გაიხარე. ძალიან კაი შვილები ყავს და ღმერთმა ყველაფერი კაი ქონდეთ დაოჯახებულებს. ჩემს ავიდან ჩემს თავისი ოჯახი, თავისი პატარები. ჩემს ვესოს კიდევ ახლა მომავალში კიდევ რაღაცა. იცოცხლე. ერთი პატარა ქორწილი გავაკეთოთ კაცო და გავაკეთოთ კაცო არა. აი ისე გავაკეთე პროსტა. სამი ულამაზესია. უპატარნო ქორწილია ქორწილის პატარზამი ხალხია. ჯიგარი ხალხია და აი ამას ვენასვალებენ სულში და. იცოცხლე. გაიხარე. როგორც ჩვენავ ძმაკაცობთ, ისევ ძმაკაცობთ შვილებთან. მე მიხარია როცა მამები ძმაკაცობენ და მამები შვილები ძმაკაცობენ. არა. მაგრი არის ძალიან უფრო მეტი სიყვარულიც და გაგებაც. ხშირად ყოფილა რომ მაგალითად შვილების ძმაკაცებთან მამას ხო უთამადია და უთქვია კიდევაც რომ რა კიდე ჩემ შვილთან წავმედაშე დავლიოთ. გოგია მარდიაშვილი просто რა წავიდეთ. მოგძმაკაცობს გელასთან და მივედიო და გელას ეძინავდა. გოგია მაგაზინავს თავი დაალევე წავმედაშე დავლიოთ. ყველაზე მაგრამ შობერს რა უხარია? შვილის კეთილდღეობა. ნამდვილად. შვილის სიკარგე და შვილის სიძლიერე. ალბათ მე ესე ვთქვი ბატონო რომ დღესდღეობით გახარებული ხარ და მოდი ეს სიხარული ყოველთვის გქონდეს ცხოვრების ბოლომდე. ადამიანის აზროვნება ყოველთვის მართულია თავის შვილისკენ, ხო, თავის მომავლისკენ. რასაც აკეთებს, თავისი ყველა ნაბიჯი, ქმედება თუ რაღაცა, მასთან არის დაკავშირებული, შვილის ბედნიერებასთან. ხო და მოდი ეს ბედნიერება კარგია რომ დღესდღეობით ამასაც უყურებთ, ან რაშკაცი გყავს, დაოჯახებულებს, ესოს არ ყავს თავის ოჯახი, მაგრამ რაფერია დრო როცა იქნება ყოველთვის მოიყვას კაცო ეგ არიქა დღეს უდან ხვალე და ჩაიხარე ეს არა აულოცოთ ვაჟას მონაგარი ის პატარების დამადობით კიდე დაგილოცავდით შემოგარგო ცოცხლე ზეგზელობას და სიკარგეს უსურვებდი ცხოვრებაში ცოცხლე გაიხარე. მოშურნე. ბევრმა არ დაიქადროს კი არა საერთოდ აი ეს რაც ხდება ეს სამაგალითო არის. გაგიგრძელეთ ჩემო კარგებო. შვილიც რო აგიბავს მამას ხარს და შეგვერძე რო არის და თელს საქართველოს რო მოივლი, მაგე რომელიც გაგიკეთებიათ. ერთი არის ვაჟა, მე ეს ვიცი რომ აი ამას აკეთებს. კი ბატონო. და აკეთებს შეხმად კბილებულად. აი თავის ვაჟებთან ერთად თუ დაიმსახურებთ მოხდებით იქ. თუ არ დაიმსახურებთ ვერ მოხდებით. ბიჭო, просто 100 კილომეტრის რადიუსში გადიან. ვორკვანსა შორის ერთი. ჯერ 100 კილომეტრის რადიუსში არ მოუწურავთ. მოვწუროთ ჯერ. დაიხარე.
გზას იღებ შეგეძლო. აუ სოცხო მონასტერი გაუღება. დაბლა აშენო, დამეთქებო დაიხო. მაგარი აღმართი იყო, ვითომ არაფერი. მაგარი აღმართი 5%-იან მაინც არის ეს და მოგება. ეხლა ნახოთ აქ რა ხდება. ეხლა ჩვენ ამოვედით პირღებულის მონასტერში. ეს გზა, სადაც არის პირღებულის მონასტერის ჩასახვევი, იქ წერია რომ არის საფეხმავლო, მაგრამ მანქანითაც ჩამოვედით 3 კილომეტრი და 300 მეტრი, გამოვიარეთ დაახლოებით 1 საათში, ისეთი ცუდი ჩამოსასვლელი გზა იყო, მაგრამ ჩამოვედით ყოველ შემთხვევაში და ხალხი დაგვხვდა აქ, ტურისტები იყვნენ, საფეხმავლო გზით ჩამოსულები, საკმაოდ ბევრი ტურისტი იყო. ერთი პრობლემა ის იყო, მანქანით რომ ამოვედით ბოლო წერტილზე, აი მონასტერთან, გზა სადაც მთავრდებოდა, იქ მანქანის მოსატრიალებელი ადგილი ფაქტიურად აღარ იყო და ცოტა ვიწვალეთ, მაგასაც დავდებ ახლა როგორ მოვატრიალეთ. აი ეს არის უკვე პირღებულის მონასტერი, რომელიც აშენდა მე-13 საუკუნეში. მდებარეობს თეთრიწყაროს სამხრეთ დასავლეთით 10 კილომეტრზე, მდინარე ხრამის მარცხენა სანაპიროზე. შემონახულია კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა, ანუ დიდი ეკლესია, რაც არის დარჩენილი, რომელიც ესე იგი მასე ნანახი წარწერების მიხედვით არის რუსუდან მეფის ხანაში აგებული, ანუ მე-13 საუკუნეში 1222 წელს. შიგნით ეს ეკლესია იყო მოხატული, გარედან კედლებზე წარწერები ჰქონდა. საკმაოდ ისეთი საინტერესო ადგილია, კლდეში გამოკვეთილი იყო. აი ეხლა ნახავთ თქვენ შენობა სამსართულიანი შენობა იყო, მაგრამ მერე დაიშალა და ორი სართული ღარი ეხლა პრინციპში დარჩენილი. აი ეხლა შევძვრებით, აქ თაღი იყო, თაღში გავივლით და აი ეს ეკლესია, ამ ეკლესიაზეა საუბარი. სამწუხაროდ კარები ეკლესიის ჩაკეტილი იყო და შიგნით ვერ შევედი. ნუ მაგრამ გარედან მაინც ძალიან საინტერესო სანახავი იყო, პეიზაჟიც ძალიან მაგარი იყო, მზის სოლარ ელემენტებია დაყენებული, მაგრამ აქ ალბათ ნუ ადრე ბერები იყვნენ, მაგრამ ეხლა კაციშვილი არ იყო და არც არაფერი ეტყობა, რომ მან ვინმე საერთოდ ადის ხოლმე ბერებს გულისხმობ, თორე ისე ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის ეს ადგილი, ჩამოდიან ტურისტები და ათვალიერებენ. აი ერთხელ ჩამოსვლად ნამდვილად ღირს და ნახვა. ისეთი ცუდი გზა იყო, მანქანით აქ ჩვენ მეორედ ნამდვილად აღარ ჩამოვალთ, მაგრამ ერთხელ ჩამოსვლა ნამდვილად ღირს, ან ფეხით არის ჩამოსასვლელი დაახლოებით საათნახევარი, ფეხის სავალზე არის და ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია ჩამოვიდეს და დაათვალიეროს ეს ლამაზი ადგილი. ჩვენ ძალიან მოგვეწონა, ძალიან კაი ადგილი არის ნამდვილად. აი ზევით ხედავთ, აი ეს შენობა არის, სამსართულიანი იყო, ეხლა დარჩენილია ფაქტიურად 2 სართული. ეხლა მინდა გაჩვენოთ მანქანის მოტრიალების პროცესი ძალიან ვიწრო ადგილას და სახიფათო ადგილას. ბიჭო, მე არ ვიცოდი ეგეთი გზა თუ იყო. ზოგადად მოსატრიალებელი არა პროცესი. ხო, რა ვიცოდი მე. ბესო გადმოვარდა მანქანიდან მეორე რატო არ მითხართ ეგეთ ცუდი გზა თუ იყო? მე რა ვიცი რა გზა არის. ხო? ეი ახლა მარჯვნივ ეიგე, მარჯვნივ. აიღე. ეიგე. ცოტა მე დაგვიდიცი. მიდი. კარგია? მოდი კაცო, მოდი არის ადგილი. მოდი. მიდე. ხარაშ, კარგია, კაია. ბოლომდე. მოდი. იქით ამ ხარი არ დააჯახოს, დათო. მოდი.
ეყოფა ფარი არ გააფუჭო. არაფერს აღარ ვარ ბიჭო, ხო რავი მაინც ბიჭო რავი ფარი არ გააფუჭო. ესე ბიარ მე ვაჭდადია. მოდი. არია, ოპა, არა ისე შემოდი უკან. შემოდი უგეშიზე, შემოდი. ხო, ნელა. შემოდი. დაგმარისია გაცო. დაგმარისი აიღე ახლა. მოდი. ჰოპ. აიღე ახლა ის და. დავაი. დავაი. კარგია, დიდებულია, ფიქრობ და ლამაზ გადაგია. გადადი მე გაიჩვენე ბიჭო, გადადი. აქ იყო მაგარი ღრმა არხი და მე კი გადმოვიარე, მაგრამ ვერც ვიგზენი და ესო ცოტა ჩაარტყა და მე ქვები ჩავყარებ და ხა გადმოვა რა. და ბიჭო კი არ ჩავიწვა რომ ბიჭ ის ჩადგმალმე ამაზე ჩაიჭერა აქ ამ აი აქ არხი როია, აი აქ. მეთქი იქ რო იყო რაღაცა ვერ დავინახე ისე და იმაზე აქაც რაღაცა მონაკვეთია აზე ხარ ის კაიფებს და სადა აქვს ის აშენებული რაღაცა ყველაფერი კარგი იყოს სუფრის დამთავრებული მე რაცი აურია აურიეთ არაფერი ასეც თუ არ იმასქები ხო ეგრე აბა ვიაროთ მაშინ ტრასაზე იმით ოპელით ასე დავუშვით რესტორანში გადავიხილე რაღაცა და ამოხალ სახში რა აი გოგია და რა წავიდე ნადას ხარ? არა, ეგრე მიდიან და ფეხით მოშევლებ, როგორ გვასწრებენ შეხედეს. ხო. ბიჭო, ეგენი მაგრები არის. მაგრამ ეს 3-ით მიდის და. მანქანა მიდის 3-ით. ხოლმე ეგეთ იყოს. გადახველა ისა. ოი, მე საერთოდ არ დაიყვანო. ვინა ვიჭაგეძლება მე არია. ბაგაჟნიკს უშაშდებიან დაждები. აღმარჩი რომ მედიხარ კი არა, ჩანს არაფერი მანქანის ცხვირის გარდა. ვიდეო რეგისტრატორი რატო არა? ესეც უყენე, კაი, აი ეს. ესოს რა უყენე? აი რაღაცა სარკე და ის რა. კი, ნორმალი. ის რო კონდეს სარკეც აქვს, მაგნიტოფონიც აქვს, ხო შეგიძლია? კი. ოქეშორის ბესოს პასფაინდერმა ძალიან მაგრაია რა, ისეთ ქვებზე გადმოიარა, რომ მე უკვე ვფიქრობდი, ჩემ მანქანას სიმხელა კლირენსი აქვს, წავარტყავ მეთქი, მაგრამ არასად არ წავარტყია, მშვენივრად გადმოიარა, ანუ პასფაინდერი არის აღიარებული ოფროუდის მანქანა, ნამდვილად. თან ძღოლი როცა კარგია, მანქანაც კარგად არის. ჯანჯღარით კი მივდიოდით გზის გამო, მაგრამ ბიჭები გამოფხიზლდნენ. ისეთი გზა იყო. აქ ნახე როგორ აღმართი. დავჭერთ კაცო ნახავთ. ვის დარჩები? თუ დართმონდე თუ ახალ და იქამდე თუ ახალ ვერ დარჩები რა ვისთან და.
მაგის შეიძლება. მოვედით ესე იგი ჩვენ შიომღვიმელის მონასტერში, ამასაც მოვინახულებთ. არ არის სხვათა შორის შორს, თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში არის და იგი მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. შიომღვიმელის მონასტერი დაარსდა მე-6 საუკუნეში და იგი დაარსა ასურელმა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ, სწორედ მაგიტომ ქვია შიომღვიმელი. იგი ცხოვრობდა მღვიმეში და როდესაც გარდაიცვალა მისი ანდერძის შესაბამისად იგი დაკრძალეს მანდვე. შიომღვიმელის საფლავი და გვინდა ამ შიომღვიმელის მონასტრის დათვალიერების მერე ავიდეთ ზევით კლდეზე, იქიდანაც ლამაზი გადმოსახედია და ალბათ გადავიღებთ იქიდანაც ვიდეოს გაჩვენებთ. წმინდა შიოსაფლავია იქ. ხოდა შენ მე არ მინდა რომ შენ ვინმე შეგვიძლია შენ სიძეზე რომ რაღაცა ფინჯიანი ტიპია. ჩამოვი შიომღვიმელის შემოსასვლელში დიდ ჭიშკარზე დიდი ასოებით წერია, რომ მანქანებით შემოსვლა არ შეიძლებაო. რა თქმა უნდა, თუ არ შეიძლება მანქანებით შემოსვლა, მაშინ ეს მანქანები აქ საიდან მოვიდნენ? არ ვიცი, მე ეგეთი მიდგომა მაქვს, თუ არ შეიძლება, არავისთვის არ უნდა შეიძლებოდეს და თუ ეს მანქანები შემოვიდნენ, მე რატო არ უნდა შემოვიდე მაგალითად. შეიძლება მე რაღაცაში ვცდები, მაგრამ
მე ეგრე ვფიქრობ, რახან აკრძალვა, ყველასთვის აკრძალვა უნდა იყოს. არ ვიცი, თქვენი აზრი, თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, კომენტარში მომწერეთ, რას ფიქრობთ, მართალი ვარ მე, მტყუანი ვარ თუ მცდარი შეხედულება მაქვს თუ მართალი. მადლობა წინასწარ. მაგრამ ადგილი ნამდვილად ღირსშესანიშნავია, ლამაზია და ღირს ამისი მონახულება. ეხლა შევიდეთ ეკლესიაში, ვნახოთ რა ხდება. აი ხა ჩვენ ამოვედით შიომღვიმედან რომ მაღალი კლდები ჩანდა კლდიზევით ტყეები იმ ტყეში ამოვედით და იქ არის ასეთი გადმოსახედი შიომღვიმეზე ძალიან ლამაზი ხედია ეხა ნახავთ აჰა მაგარი ეკლესია. დაბადებული აქვს. მოძები. ეს იცი რა დაბალი? არა. ნატურა შვილობა. მოშეთქილი ეკლესია. და უნდა